რას დავიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სახელით მოგესალმებით თენგიზ გოგოტიშვილი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ ყველგან, ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რა საქმე აქვს დასავლეთს საქართველოში? სულ უფრო ნაკლები. რუსმა ამას მიაღწია. ბევრი საელჩოსგან განსხვავებით ჯერ კიდევ აქტიურობს საფრანგეთისა. დადიან, ხვდებიან ადამიანებს, აცხადებენ რაღაც ტენდერებს. ოღონდ ამ ბოლო დროს მგონი კომპიუტერი დარჩა ჩართული და ბავშვი მიეპარა. ან რამსები აერია უბრალოდ. აი ამ პოსტზე ვამბობ Facebook-ში. საელჩოს გვერდზე. გვერდწმუნეთ ფრანგული კულტურა მუდმივად ვითარდება. და ვისეუბნებიან ამას? დემურ გიორხელიძეს, რომელიც პრეზიდენტ მაკრონის ინტერვიუს გამოხმაურებია ევროპა-ამერიკის ურთიერთობებზე. ჯერ დემურ გიორხელიძემ რა გაიგო მაკრონის ნალაპარაკები? პოსტ თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ Google Translate-ით აქვს ნათარგმნი აი რომელიღაც ენიდან. და მგონი ცუდი ინტერნეტი ქონდა, ან რამე ჩინური Google. მოკლედ, მაკრონმა სიამდვილეში რა თქვა, დიდი ქართველი ექსპერტის შვიდე ხარისხოვანია ახლა. თავარია რომ ამას საფრანგეთის საელჩო პასუხობს. მეგობრებო, კარგია რომ აქტიურად უწევთ პოპულარიზაციას თქვენს კულტურას. ასევე კარგია რომ იცავთ არა მხოლოდ კონკრეტულად ფრანგულ კულტურას, არამედ ზოგადად დასავლურ ცივილიზაციასა და დასავლურ აზროვნებას. ოღონდ გულწრფელად გეტყვიდა, საქართველოში სანამ დემურ გიორხელიძეს მიადგებით, იმდენი საქმე გაქვთ. არა Facebook-ი, არა Twitter-ი და არა Instagram-ი არ გეყოფათ. ქვეყანაში, სადაც დასავლეთს მიწაში დებს მთელი სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა და ეს რაც ჩემზე კარგად იცით, უზენაესი კურთხევით ხდება. ვის ახსოვს ახლა გიორხელიძე? საქართველოში ოფიციალური იდეოლოგია მაქსიმალური დაცილება დასავლეთისგან. მისი დადანაშაულება ყველა უბედურებაში, რაც ქვეყანას არ ვიცი, ფარსმან მეფის დროიდან დამართნია და ამას აკეთებს ყველა ეგრეთ წოდებული თანამდებობის პირი. ყოველ ორშაბათს კურსის გასწორებით რუსი ოლიგარქის მუცლით მეზღაპრის შათირიშვილის ოპუსებზე. გონიერი ხალხი ხართ ფრანგები და უჩემოდაც გეცოდინება დარწმუნებული ვარ, საიდან მოდის ეს ანტიდასავლური ისტერია. მოდის რუსეთიდან, რომლისთვისაც ეს არის ორგანული და მარადიული თემა და მოდის რუსი ოლიგარქის ბორის გრიგორიძე ივანაშვილის არხით, რომელსაც ამ რუსებმა თქვენი ბოდიში და პირღიობით პირდაპირ გადაუფორმეს საქართველო. და არა მხოლოდ პირღიობით. თქვენი წინამორბედი ამ 15 წლის წინ ერიკ ფურნიე ბორის ივანაშვილთან და რუსულ ძალებთან მეგობრობით ძალიანაც ხეირობდა. ასე და ამგვარად მონშა ევროპისა და დასავლეთის დაცვა ბორის ივანაშვილით უნდა დაიწყოთ. თქვენმა პრეზიდენტმა რომ წლების წინ საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა იმით. მართალია სულ ქვედა საფეხურის, მაგრამ იმ დღიდან ბატების ყოფილი და ქართველის მოქმედი მწყემსი რაინდად იწოდება. ამით დაიწყეთ. ამოშანთეთ მისი სახელი რაინდას სიიდან და ეს ხმამაღლა თქვით. ჩემი გადასაწყვეტი არაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მეჩვენება რომ საფრანგეთის რესპუბლიკის ორდენის ტარების უფლება არ აქვს არსებას, რომელიც მეხუთე რესპუბლიკის იდეებსა და ფასეულობებს ღიად და პრინციპულად ებრძვის. შევალიე ივანიშვილის შემდეგ კი ასობით სხვა სახელი და გვარი გელოდებათ. პაპუაშვილების, კობახიძეების, წულუკიანების, ბოჟაძეების, შათირიშვილების, მაღლაფერიძეების, ანიკაშვილების, რამიშვილების, წილოსნების, კალაძეების, პეტრიაშვილების, რუხაძეების, ფხაკაძეების, ინჯიების, ზარქუების. არა. ზარქუას კაი, თავი დაანებე ჯერ, თავისი გაჭირვებია, ცოლი ეყრება მგონი თქვენი მონაკოს ამბების მერე. მოკლედ, ამ ხალხს მიხედეთ, რუსული იდეოლოგიის სპონსორებს, ბურჯებსა და რუპორებს. და ამათ უპასუხეთ. ესენი დაასანქცირეთ. ამათი შვილები გამოყარეთ ფრანგული და სხვა სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან. და აი, მაგ ყველაფერს რომ ბოლომდე მიიყვან და მოათავებთ, მერე გინდა დემურ გიორხელიძეს ეპაექრეთ სოციალურ ქსელებში. გინდა დოდოშკა ხურცილავას და გინდა Facebook-ის ჯგუფს კუბოები და ვენოკები ევროპიდან. სარგებლობ აქვე, შემთხვევი და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას. თქვენ საელჩოსაც, თქვენს რესპუბლიკასაც და თქვენს კულტურასაც. დაუფიქრებლად, ვინაა ყველაზე დიდი რუსი რუსეთის გარშემო, ყოფილ საბჭოეთში? რა? ლუკაშენკო? ასე გონიათ? კარგი, მაშინ რამდენიმე ამბავს მოგიყვებით და ბოლოს მერე ისევ კითხავთ. 19 თებერვალს ვაშინგტონში იმართება მშვიდობის სამიტი. მას ტრამპის პირადი მიწვევი დაესწრება 3 ათეულამდე სახელმწიფოს ლიდერი, ვინც მისგან ადრე მიიღო ამ ჯგუფში თუ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიწვევა. ამ ჯგუფზე რაღაც ვიცით, ოღონდ ბოლომდე ჯერ არაფერი. ოფიციალურად შექმნილია ღაზას საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ ბევრგან ნახავთ მოსაზრებას, რომ ამერიკის პრეზიდენტს ასე უნდა გაეროს ჩანაცვლება. ამ ჯგუფში ტრამპმა მიიწვია ჩვენი მეზობლები, სომხები და აზერბაიჯანელები. საქართველო კი არ გახსენებია საერთოდ. მერე გავიგეთ, რომ მიიწვია ბელარუსიც,
თუმცა რუსულ წყაროებში ისეთი ამბავი ატყდა, ტყუილია ეგო, მართალი გითხრათ რომ დავიჯერე. სანამ აგერ ლუკაშენკას პრესმდივანმა არ გამოაცხადა, ჩვენგან სამიც საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება, რადგან პრეზიდენტი ადრე დაგეგმილ ღონისძიებებს ვერ გააუქმებს და მართალი გითხრათ ალბათ ლოგისტიკის პრობლემებიც შეიძლება წარმოიშვასო. ეხლა ლოგისტიკის ამბავი გავიგეთ. გეოგრაფიაა ძირითადად. ლუკაშენკას თვითმფრინავი შეიძლება ტრადიციულად არ გაატანონ ევროპელმა ქვეყნებმა და მერე მოუწიოს ჯერ მთელი რუსეთის, შემდეგ წყნარი ოკეანის გადაფრენა. ხათაბალაა. მაგრამ პრინციპში შეუძლებელი არაა. თუ რუსეთმა გაატარა და თუ არ წავიკითხავთ სხვა ცნობასაც. 8 თებერვალს პუტინმა დაურეკა ლუკაშენკას და ოფიციალური ცნობით მასთან ორმხრივ საინტერესო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. Не пустил Путин меня в США. თითქოს პუტინმა არ გამიშვა ამერიკაში. ჩვენ ვილაპარაკეთ, მაშინ არც ვიცოდი რომ საბჭოზე მიწვეული ვიყავი პუტინს რომ ვესაუბრებოდი. თან პუტინი ისეთი ადამიანია, რაღაცას ფრთხილად დაალაგებს, მიგანიშნებს, მაგრამ რომ არ გაგიშვას. პირიქით მეტყოდა იქ რომ იქნები დონალდს გადაეცი ეს. ამ საბჭოში პრეზიდენტის დონეზე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. შეერთებულ შტატებში თუ არა იქნებ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში ჩატარდეს შემდეგი სხდომები, მაგრამ აუცილებლად იქ ვიქნებით. Передай Дональду это. აი 9 თებერვალს კი მისმა საგარეო დაზვერვამ SVR-მა უცებ ასეთი გაფრთხილება გამოაცხო. დასავლური ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების სადემოკრატიო სტრუქტურები, სააგენტოები და ფონდები აგროვებენ ძალებსა და საშუალებებს, რათა ისევ შეარყიონ ვითარება და მიაღწიონ ბელარუსში კონსტიტუციური წყობის შეცვლას. დასავლეთში იმედოვნებენ შეასუსტონ მინსკისა და მოსკოვის კავშირი და გაურთულონ რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა. SVR ასე უცნაურად როდის აქტიურდება და ასეთ განცხადებებს პოლიტიკურს გაფრთხილებებს როდის აცხობს ყველას გვახსოვს, როცა რუსულ რეჟიმს სადმე საფრთხე ემუქრება. ასეთი განცხადება ბოლოს საქართველოს როდის ეხებოდა გახსოვთ? 1 წლის წინ 2025 წლის თებერვალში, როდესაც გვამცნეს რომ ბრიუსელი თბილისის აქციების ყოველ მონაწილეს დღეში 120 ევროს უხდის და ყველანაირად ცდილობს საქართველოს ევროკავშირში შეათრიოსო. რა ვიცი, 450 დღეა უკვე აქციები არ შეწყვეტილა, თანაც მარტო თბილისში არა და 120 евро რო ეხადა ყოველი გაბრაზებული მოქალაქისთვის, აქამდე ევროპა კი უნდა გაკოტრებულიყო, არა ჩემო ვლალი მაროშკინა. მოკლედ, ეგ 2025 წლის თებერვალში იყო. 2024 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში კი SVR-მა, ან პრესამსახურის ან დირექტორ ნარიშკინის 3 განცხადება გამოაქვეყნა ერთმანეთის მიყოლებით. საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ფერადი რევოლუციის სცენარი მზადდებაო, რაღაც ამერიკაში და ევროპის სპეცსამსახურების მიერ. ბოლო 1 წელია საქართველოს თემაზე განგაში ზარი უკვე აღარ შემოუკრავთ, რაც სრულიად გასაგებია. საქართველოს მათთვის საიმედოდაა დალაგებული რუსეთთან. აი ბელარუსში კი იქ რაღაც ისევ ვერ ყოფილა და ეს ლუკაშენკას კარგად უნდა აუხსნან ახლა. Полностью разделяем оценки, которые были даны по линии СВР. Сомневаться в серьезности... SVR-ის შეფასებებს სრულიად ვიზიარებთ. 2020 წელს დასავლური რეჟიმები საკუთარი აგენტების ფართექსელის მეშვეობით ცდილობდნენ ბელარუსში მორიგი ფერადი რევოლუციის მოწყობას. მაგრამ ხელისუფლების გადამჭრელმა ღონისძიებებმა და ბელარუსი ხალხის სიბრძნემ, რომელმაც უკრაინული მაიდნის გაკვეთილი ისწავლა, ხელი შეუშალეს ამას. თუმცა დასავლეთს როგორც ჩანს არ უთქვამს უარი. ნებისმიერი ხერხით მოწყვიტოს რუსეთს ჩვენი ძმური რესპუბლიკა. ბელარუსში ჰიპოთეტიური სახელმწიფო გადატრიალება და იქ დასავლეთის აგენტების მოსვლა ხელისუფლებაში ხაზს გადაუსვამდა ჩვენი ერთობლივი საკავშირო სახელმწიფოს მშენებლობის ყველა მიღწევას და ჩვენს დასავლეთ საზღვარზე არასტაბილურობის მორიგ კერა შექმნიდა. რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაატარა გადამჭრელი ზომები ქვეყნის დასავლური, ეგრეთ წოდებული დემოკრატიული სტრუქტურებისგან გასაწმენდად და გაამკაცრა კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა არ დაუშვას მათი ძირგამომთხრელი საქმიანობა ქვეყნის შიგნით. ამათ მგონი რამდენიმე გამზადებული შაბლონური ტექსტი აქვთ, რაღაც ამოშლიან გრუზიას ჩაწერენ ბელარუსს, ამოშლიან ბელარუსს ჩაწერენ ვენესუელას ალბათ. ოღონდ ეს მაგათი შიდა სამზარეულოს დეტალებია. მთავარია შედეგი რა მივიღეთ. პუტინმა ლუკაშენკა არ გაუშვა ამერიკაში. ტრამპმა მიიწვია, პუტინმა კი არ გაუშვა. ცალკე დაზვერვის, ცალკე საგარეო სპირით ღიად გააფრთხილა, დამხობა გემუქრებაო. ოღონდ დასავლელების ხელითო. ტელეფონით კი ალბათ პირდაპირ უთხრა პირადად. რუსეთის ტერიტორიაზე ვერ გადაიფრენ ევროპელებს თუ მოელაპარაკები კი მინსკში რომ ჩამოხვალ სხვა პრეზიდენტი დაგხვდებაო. შენ კი არ ვიცი, ოპოზიციონერთა მკვლელობისთვის გაგასამართლებენ, ან პოლონიუმი ან ჩაის დაგალევინებენ, ან ნოვიჩოკი ან წინდებს ამოგაცვემენო. მოკლედ, გინდა არ გინდა ერთადერთი მეგობარი მეკავარო. და
და საწყალ ბრატიაზე ამ ინფორმაციის ფონზე ისევ უნდა ვიკითხო. აბა, ვინ ყოფილა მაშინ პუტინის ყველაზე ერთგული ჯარისკაცი ყოფილ რუსულ იმპერიაში? ვიზზე აღარ ამბობს არაფერს საგანგებოს რუსეთის დაზვერვა და ვის ქებაშია სულ მათი საგარეო საქმეთა სამინისტრო. მართალია. ასე რომ ბორია გადაიბარა გარდამავალი წითელი დროშა ლუკაშენკასგან. მაგან დაკარგა პუტინის უკანალის ყველაზე ერთგული ჭიის წოდება და კიდარჩი უკვე უკონკურენტოდ. შეთან პრეტენზიები აღარ აქვს და ყველაფრისთვის მადლობა გერგება. რაში საგერ ქალბატონი ზახაროვა და ბატონ ნარიშკინი დამეთანხმებიან აუცილებლად. ადამიანებს ხვდები დღეს რომ მეკითხებიან რომ რა სჭირს გერმანია. ახალი სანერვიულო პროჭორულებისგან რა დაემართა გერმანიას? კითხვის ნიშანს თუ მოვაცილებდა ქოცურ რუსულად თარგმნით, შეგვჩება ლოზუნგი გადავარჩინოთ გერმანია გერმანიის მთავრობისგან. ხო, აი არ მოსწონს პროჭორულელს გერმანიის მთავრობა. არ მოსწონს ბორიას იმათი მართველი კოალიცია და ბუნდესკანცლერი მეცი. არც პუტინს არ მოსწონს. რა თქმა უნდა, ორივეს ურჩევნია რომ გერმანიას მართავდეს რუსეთის ანასხლეტი AfD, ალტერნატივა გერმანიისთვის, ანუ იქაური იძინაე გერმანია, ანუ Deutsche Traum, გერმანული ოცნება. და რას ვერჩით ამ მერცს, ან შორტს? Deep State-ის წარმომადგენლები არიან ეგენი. ორივე უღალატა ანგელა მერკელის გავყალულ გზას მოსკოვისკენ და გამოაცხადა დასავლეთის სამყაროში ლიდერობა უნდა დავიბრუნოთო. გერმანული დიდება და ჩვენი შესაფერი გავლენაო. ტანკები და არტილერიაო, თვითმფრინავები და იქნებ სავალდებულო გაწევაცო. ეგ ახლა პუტინს რო არ მოეწონებოდა, ხოცხადზე ცხადია. და რაც პუტინს არ მოეწონებოდა, ბორიას როგორ გამოეწონებოდა. მაგრამ ამ ჩემი ცოდვის ცავსეებს თავიანთი წვრილ-წვრილი ბღუმებიც აქვთ ნაგროვები და ნაბიჯ-ნაბიჯ ანთხოვენ. ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდიდან აღებული ოფიციალური მონაცემები ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მოკლე ინფორმაცია ყველა ქვეყანას. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ არც ერთხელ არ განახლებულა. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად 6 თვეში ერთხელ ხდება განახლება ამ მონაცემების ნებისმიერი ქვეყნის. და საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, რომ დაიბარეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისთან მივიდა ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე კაბინეტებში თუ კორიდორში? ეს ხო სამარცხვინო არის, რასაც ხედავთ და რა თქმა უნდა ეს არ არის რომელიმე ვებ ადმინისტრატორის ხარვეზი. ეს იყო წვრილფეხა და სქელშუბლა პროჭორულელის პასუხი გერმანიის ელჩ ფიშერის განცხადებაზე. პაპუაშვილი 48 წლისაა და აქედან 21 წელი გერმანია უხდიდა ხელფასს. მე რომ ფიშერის ადგილას ყოფილიყავი, მაგაზე აქცენტს არ გავაკეთებდი. აკაკის ქვეყანა ვართ გამზრდელი შემქმნელები ბოლო-ბოლო და არ წაიკითხოთ ეგ გამზრდელი ბატონო ფიშერ. არ გინდათ. ისედაც არ გაკლიათ სანერვიულო ჩვენ ხელში. მაგის კითხვას ჯობს უპასუხოთ უფროს, რატომაა თქვენი სამინისტროს ვებგვერდზე პრეზიდენტად მითითებული ზურაბიშვილი, მინისტრად კი ვიღაცა დარჩიაშვილი. არ გაქვთ პასუხი? გასაგებია. მაშინ თქვენ ნებართვით, მოდი მე ვუპასუხეთ თქვენს ყოფილ დაქირავებულ თანამშრომელს, რატომ? რატომ არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს 2024 წლიდან? რატომ და ამიტომ საქართველოს საელჩოს ვებგვერდის სტუდიაში. აი, ესაა საელჩოს ვებგვერდი. თქვენი საელჩოსი პროჭორულელებო. შევდივართ ვაჭერთ მთავარს და გვაჩვენებს უკანასკნელ სიახლეებს, რომელთაგანაც სულ უკანასკნელი უახლესი არის 2025 წლის დეკემბრისა. ენის სწავლა ემიგრანტებისთვის. იქამდე 2025 წლის ივლისის. დიასპორის გვერდში დგომა. იმ დიასპორისა, რომელსაც ახლა არჩევნებში მონაწილეობა აუგზავნეს. აი, ამ დიასპორაზე ზრუნავენ და ცეკვაში დახმარებას თავაზობენ. ივლისის იქით უკვე სიცარიელია. აი, არაფერი. ჩემო შალვა, ჩემო ბორის, ჩემო პროჭორულელებო. ესაა მიზეზი, რის გამოც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრატორს არ განუახლებია ინფორმაცია საქართველოზე. შედის თქვენივე საელჩოს ვებგვერდზე და ახალს ვერაფერს ვერ ხედავს. ხო და ჩათვალა ალბათ, რომ ქვეყანა დახურულია, გაუქმებულია, რაც პრინციპში სიმართლეა. და რაღა აზრი აქვს მაშინ მათი ინფორმაციის განახლებას ორმხრივი ურთიერთობის შესახებ? არანაირი. ხო, ამ გახსენებაზე. აქენა გამოდივართ და შევდივართ გრაფაში ორმხრივი ურთიერთობები. აგერ წერია რაღაც. სამაბზაცად, მაგრამ წერია. იწყება 1817 წელს შვაბების ჩამოსახლები და მთავრდება 2018 წელს მერკელის თბილისში ჩამოსვლით და 2019 წელს ზურაბიშვილის ჩასვლით ბერლინში. ეგ ეს თქვენი ორმხრივი ურთიერთობების კვინტესენცია. 2019 წლიდან ანუ ბოლო 6 წელიწადში არაფერი არ მომხდარა. არაფერი არ განახლებულა. და ეს ვისი ბრალია, რომ ახალი ინფორმაცია არ ქვეყნდება? გერმანელი აიტეშნიკის? არა, ქართველი ელჩის. და მაშინ ქართველი ელჩი ვინაა? აგერ აქვე 2020-დან 2024-მდე ლევან იზორია და 2024 წლიდან არავინ.
საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე საქართველოში გერმანიის დღევანდელი ელჩის სახელი და გვარი წერია. საქართველოს ელჩისა კი არა. ყველა კუთხე და კუნჭული მოუჭხრიკე ამ საიტის და ბოლო-ბოლო მივაგენი, რომ ელჩი ალეკო კარტოზია. მაგრამ იქნებ, ეგ ამბავი ჩამონათვალში დაამატოთ ბატონო და ქალბატონო პროჭორვილელებო. და რაც მთავარია, დაამატოთ სიახლეები. რა ხდება საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებში კარგი და ცოცხალი. თორემ უბედურება და არ გადარჩენა უთქვე უნდაც ვიცით. თუნდაც თქვენი დაწუნებული გერმანიის საგარეო საიტიდან. აი, მან შევდივართ, ძიებაში ვუთითებთ საქართველოს და იწყება და აღარ მთავრდება. გაცილებით მეტი ინფორმაციაა საქართველოსზე და გაცილებით ახალი ვიდრე საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე. აგე რამდენი დაგროვილა. ამებს რატომ არ აქვეყნებს თავისთან ეს საელჩო? ბოდიში, აქ სულ ქოცებისა და რუსების სულის ტრიალია. განცხადებები საქართველოში დემოკრატიის, სასამართლოს, ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, მედიის, არჩევნებისა და სხვა გასაჭირის შესახებ. ამას ახლა ალეკო კარტოზე, ანუ ბორის ივანაშვილი როგორ გამოაკვირნებს. ხო და მაშინ გონი კი გავიგეთ რა დამართნია გერმანიას საქართველოში, რატომ არ მოსწონს მაინც და მაინც რუსული რეჟიმი. გილოცავ მამულო, ახალი დღესასწაული დაგვემატა. ღვინის დღე. მართლა კარგი აზრია. ღვინის დღეს იდეა მიყვარს, იმიტომ რომ ღვინო მიყვარს. თქვენც ხო გიყვართ? რა ჯობია, აი, წელში გამოყვანილი ჭიქით რო ჩაუხდები, ან მალენკოვის ჭიქით, ოღონდ მე ძირში უნდა დაუტოვო. აი, ეგ თქვენი ევროპული ფუჟერები კიდე არ მიყვარს. არ მიდის რა. გათრობს, რა თქმა უნდა, მაგრამ თონის პირზე ვერ დადგამ, ჩამოვარდება. ისევ წელში გამოყვანილი ჯობია. ყანწი, თასი, აზარფეშა, კულა, ლამფიშუშა, ქალის ტუფლი, თოფის ლულა, კრამიტი, პირველი ბიჭი შიბაქი, ჭინჭილა, დოქი, ვეტერინარი შპრიცი. რავი, ყველაფერი ხდება ხოლმე. მაგრამ აი, წელში გამოყვანილ ჭიქას არაფერი ჯობია. ხო და რას გეუბნებოდით? ამ დალოცვილი ღვინის დღე დაარსდა და ამიერიდან აღინიშნება ყოველ 8 მაისს. კაივსო გულის სიტყვოთი, ჩავხედე კალენდარს და არასკევია. მარხვა. ესე იგი, ამ ღრმად მორწმუნე ქოცების ხელში ცნობილი ქტიტორის ხელმძღვანელობით დავლებთ ოღონდ კომბოსტოს სალაც მივაყოლებ და ხმელა მჭაც. ეგეც საქმეა. და ყოველ წელს ასე იქნებაო. ყოველ წელს 8 მაისს. რატომ 8 მაისს? რით უკავშირდება ეს თარიღი ღვინოს? მე არ ვიცი. არც არავინ იცის და არავინ აგვიხსნა. 8 მაისი მთელ მსოფლიოში ნაციზმის დამარცხების დღეა. ჩვენთან როგორც რუსეთის გუბერნიაში 9 მაისს აღინიშნება ოღონდ ფაშიზმის დამარცხების ქვია. და 9 მაისი ევროპის დღეა ყველგან. ანუ 8-ში ვთვრებით ქართულად და 9-ში ვიღვიწებთ ევროპულად. ადე ქალო წვნიანი გააცხელე სანამ პახმელი არ მომკლაო და რამე. როგორც ერთი ენამოსრებული კაცი გამოეხმაურა ამირან ძოწენძე. ვარდობის თვეში ღვინის დღე აღნიშნო და ღვინობის თვეში წიწბატისო. კაცმა რო თქვას, ვარდობის თვეში ღვინის საერთაშორისო დღე უკვე არსებობს. 25 მაისი. ოღონდ ეგ ამერიკაში უფრო აღინიშნება და დიპ სტეიტისგან ხო არ განმოვიღებდით რამეს. ჩემთვის ეკითხა ვინმეს ღვინის დღე მართლა ღვინობის თვეში უნდა დააწესო. ან ბოლოს და ბოლოს ზამთრის ბოლოს ჭურები რო იხდება. მაისში კი, რა ვიცი. მაისში ღვინის დღის დაწესებას ერთადერთი გამართლება შეიძლება კონდეს. აპრილში ხო პროდუქტების გაიაფებას გვპირდებიან, ხო და მაისში სუფრა უფრო დატვირთული გექნებათ, მრავალფეროვანი. ერთით მეტ კვერცხს ჩაათხლიშავთ ერბო კვერცხში და ერთით მეტ პამიდორს ჩააჭრით სალატში. მეტი რა უნდა ქართულს. იქნებ მე მართლა წაღმაიფიქროს ქოცის უკუღმა ტრიალიც. რაც დავიდით, იმაზეც ვაგეკებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь